მოგესალმებით დღევანდელ დღეს მეცხრე ტომის დაბადებას. ძალიან მიხარია არა მარტო წიგნის დაბადება, არამედ თქვენთან შეხვედრა ზოგიერთ ჯგუფს დიდი ხანია ვერ ხვდებით ერთმანეთს და ძალიან ბედნიერი ვარ დღეს რომ ხედავთ ყველას ერთად. მოკლედ წავიკითხავთ ლექსს. საით წავიდა ჩვენი ბავშვობა. ჩავიშრიალეთ ვრცელ საწუთროში, ვზიდეთ ჩადეთ მძიმე ჭაპანი. ზოგჯერ ვიღბლოთ სხვადასხვა დროში თვალს გვიბინდავდა თოროხაპანი. ხან ვიშრიალეთ ვითარცა ქარი, ხანაც გრიგალი ოცნებებს ხევდა, დარდის ნადრევი გვტვიოდა მხარი მკვდარი ფოთლების, დაგვდევდა სევდა. საით წავიდა ბავშვობა ჩვენი, მერხი გველოდა ვით ბუდე მერცხალს, მოხუცებულან უდროოდ ბელნით ზოდნით წასულან უდროოდ ზეცას. იმ ტკბილ ფიქრების მაწუხებს დარდი, ვის გონებაში დატრიალებენ, ამიტირა და ვეღარ დავწნარდი ახლა სხვა ფიქრი მადიალებენ. ბებერ ნეკერჩხალს ჩამოტყდა ტოტი, კვნესით ჩაეკვრა დაცვარულ ბალახს, სუს მოგონება ულმობლად ყორტნის და სუნქვის რიტმიც ვერ იცავს ბალანს. ცისკრის ვარსკვლავო შემომეხმარე, ვზიდო ბოლომდე ჩემი ჭაპანი, შიშით გზას ვიკვლევ, ფიქრში მკვლევმარე, არ დამეწიოს თოროხაპანი. დიდი მადლობა. მეგობრებო, ჩვენ აქ ყავს სტუმრები მესხეთიდან, გთხოვთ